ახლა ჩაქვში ვიმყოფები და აუზიან სივრცეზე გესაუბრებით. სანამ ამ დასასვენებელი კომპლექსის შესახებ მოგიყვებით, მანამდე მინდა მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩაქვის შესახებ. ჩაქვი გახლავთ დაბას ტიპის დასახლება ქობულეთსა და ბათუმს შორის. აქ ჩამოსულებს თქვენ დაგხვდებათ ბევრი სიმწვანე და ლამაზი მთისწინები. სადაც ყველანაირი ტიპის დასასვენებელ სივრცეს იპოვეთ. სწორედ ასეთ სამოთხეში ჩაბმულ სივრცეზე გესაუბრებით, რომელიც ზღვიდან 200-300 მეტრში მდებარეობს პირდაპირ შუაგულ ევკალიპტებში. ერთდროულად ტერიტორიაზე თავსდება 15 პერსონა. შეგიძლიათ კოტეჯებით დაჯავშნოთ როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთიან. თითოეული კოტეჯი გათვლილია 2 ან 4 პერსონისათვის. ტერიტორიაზე არის დიდი კოტეჯი 2 საძინებლით, რომლის შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ. კოტეჯებში შექმნილია ყველანაირი კომფორტი თქვენი დასვენებისა და განტვირთვისათვის. აუზის მოპირდაპირე მხარეს არის სარესტორნო სივრცე. სარესტორნო სივრცეში ერთდროულად თავსდება 30 პერსონა. შეგიძლიათ სარესტორნო სივრცე დაჯავშნოთ როგორც მენიუთი, ასევე მენიუს გარეშე. ეხლა დავათვალიეროთ უშუალოდ დიდი ორსაძინებლიანი კოტეჯი, რომლის თაობაზეც ვიდეოს დასაწყისში გესაუბრეთ. პირველ სართულზე დაგხვდებათ მისაღები და სამზარეულო ინვენტარი, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია საძინებელი სივრცეები. კოტეჯი შედგება 2 საძინებლისაგან და მაქსიმუმ თავსდება 4 ან 6 პერსონა.
არსებული ინფრასტრუქტურა შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთდროულად თქვენი განტვირთვისთვის ან ცალ-ცალკე. შეგიძლიათ დაჯავშნოთ კოტეჯები ან კოტეჯი აუზით, ასევე შეგიძლიათ დაჯავშნოთ რესტორანი აუზით ან ერთიანი კომპლექსი თქვენი დასვენებისათვის. ამ დასასვენებელი კომპლექსიდან 10 წუთის სავალ გზაზე შეგიძლიათ ჩაქვის აკვაპარკს ესტუმროთ, სადაც დაგხვდებათ 5 გორაკი, ჰიდრომასაჟი, ჯაკუზი, საუნა და კონტრასტული აბანოები. გადასავლო ტურიზმულ საწყობად კი შეგიძლიათ ესტუმროთ მტირალას ეროვნულ პარკს.